ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი კვლავ არ ჩანს. მამამისის აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში მისი თანამდებობის დაკავების შემდეგ ახალი ლიდერი საჯაროდ არც ერთხელ გამოჩენილა. ეს კი მის ჯანმრთელობასა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. თავდაპირველად გავრცელებული ცნობები მიანიშნებდა, რომ მოჯთაბა ხამენეი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაციის პირველ დღეს თეირანზე იერიშისას მამასთან ერთად დაიღუპა. როგორც მოგვიანებით გაირკვა თავდასხმას, რომელსაც მისი დედა, მამა, ცოლი და შესაძლოა ოჯახის სხვა წევრებიც ემსხვერპლნენ, თავად მოჯთაბა ხამენეი გადაურჩა. შემდეგ ექსპერტთა საბჭომ იგი მამის მემკვიდრედ აირჩია. პროცესი სრულიად დაფარულად წარიმართა და განხილვების დეტალები საზოგადოებისთვის უცნობი დარჩა. ამასთან სამმად საბჭოს შენობაზე დარტყმის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ისიც საერთოდ ცოცხალია თუ არა ამ ორგანოს 88-ვე წევრი. თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა არ გავრცელებულა არც ერთი ვიდეო მიმართვა, არც ერთი წერილობითი განცხადება და არც ერთი ახალი ფოტო. მოჯთაბა ხამენეი არც საკუთარ ინაუგურაციაზე გამოჩენილა. ამან საფუძველი მისცა ვარაუდს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი უზენაესი ლიდერი შესაძლოა მძიმედ არის დაშავებული. მაგალითად, ირანის ელჩმა კვიპროსში, ალი რეზა სალარიანმა გარდიანს განუცხადა, რომ მოჯთაბა ხამენეის ხელები და ფეხები აქვს დაზიანებული და რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით ახალი ლიდერი ავადმყოფოში იმყოფება. მისი დაშავების შესახებ იუწყებოდა როგორც ისრაელის, ისე საერთაშორისო მედიაც. ამასთან ირანის სახელმწიფო მედიამ მოჯთაბა ხამენეი მოიხსენია ტერმინით, რომელსაც მაშინ იყენებენ, როცა ომში დაშავებულ ვეტერანებზე საუბრობენ. ირანის პრეზიდენტის ვაჟი და მისი მრჩეველი იუზეფ ფეზეშკიანი კი ტელეგრამ არხზე წერს, რომ მისი წყაროების თანახმად მოჯთაბა ხამენეი უსაფრთხოდაა და დაცულ ადგილზე იმყოფება. იმ ფონზე, როცა ვრცელდება ცნობები, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც პირდაპირ უზენაეს ლიდერს ექვემდებარება, ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებლად მოქმედებს, გაურკვეველია საერთოდ აქვს თუ არა ვინმეს, მათ შორის ახალ უზენაეს ლიდერს რევოლუციურ გვარდიაზე კონტროლი თითქმის 2 კვირის წინ დაწყებულ ომში.